ღვიძლი ერთადერთი შინაგანი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც რეგენერაციის უნარი აქვს. პირდაპირ გაგებით, აი ღვიძლი რო ამოაჭრა ადამიანს 70% და 1/13 ღვიძლი რო დაუტოვა. ის 1/13 ღვიძლი მოიბავს მთლიან ღვიძლს. აი ასეთ დონეზე რეგენერაციის უნარი აქვს ღვიძლს. ანუ სასწაულია ფაქტიურად, ესეთი ჩვენ ორგანიზმში სხვა არაფერი არ გვაქვს. და ასეთი ძლიერი ორგანოც კი ხშირად ზიანდება და იცით ძიროზი, ღვიძლის კიბო და ადამიანები კვდებიან ამ პრობლემით. ანუ ასეთი ძლიერი ორგანოც კი ზიანდება, რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვაზიანებთ ცხიმებით, ბევრი ცხიმებით, ალკოჰოლით, ვირუსებით, წამლებით და ვეღარ უძლებს ბოლოს ასეთი გამძლე ორგანოც კი და შემდეგ ზიანდება. ზუსტად ამიტომ მე გეტყვით, რისი გაკეთება შეიძლება 5 მთავარი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო რეალურად და ღვიძლი პრაქტიკულად ჯანმრთელი იქნება. ახლა რა არის ღვიძლი? ღვიძლი არის ორგანო, მარჯვნივ გვაქვს აქ დიდი ორგანოა, საკმაოდ ზომაში და შეგიძლია წარმოიდგინოთ როგორც უნივერსალური ქარხანა. მაგალითად, როცა შევჭამთ საკვებისგან დაამზადებს ენერგიის წყაროს, საწვავს, მაგალითად გლუკოზას. გლიკოგენისგან გლუკოზას, როცა დაგჭირდება. მაგალითად, როცა საჭმელი არ გვექნება, ცხიმებისგან დაამზადებს კეტონურ სხეულებს, ესეც საწვავია და წონაში დავიკლებთ. როცა ბევრს ივარჯიშებ, დაამზადებს საშენ მასალას, როგორც აგურებს კუნთებისთვის და კუნთები გაგეზრდება, ანუ ღვიძლი აკეთებს ამას. როცა წამლებს მიიღებ, ღვიძლი გააუნებელყოფს ამ წამლებს. როცა ალკოჰოლს მიიღებ და ალკოჰოლი ტოქსინია, ღვიძლი განეიტრალებს ალკოჰოლს, მაგრამ ამ ბრძოლაში თვითონაც დაეცემა ხოლმე და ეს არის მთავარი პრობლემა ღვიძლის, რომ როცა ტოქსინებს ძალიან ბევრს აძლევ, ის ვეღარ უმკლავდება. ღვიძლი ასევე არის როგორც სკანერი, მაგალითად სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რომ ამოწმებს რა შემოდის, ზუსტად ესე ასკანირებს ყველაფერს რა რას ჭამთ, ნაწლავებიდან შემოდით ვენებით და მე ღვიძლში შედის გაივლის და ღვიძლი ათვალიერებს ამ ყველაფერს და შესაბამის ზომებს იღებს. ვინაიდან ამდენი ფუნქციები აქვს ღვიძლს, ამიტომ ჩნდება პრობლემებიც. ამიტომ რთულია ღვიძლობა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც ღვიძლს ემართება ხოლმე არის ცხიმის დაგროვება ღვიძლში. ღვიძლში ცხიმი გროვდება ჩუმად, ნელ-ნელა აზიანებს ღვიძლის უჯრედებს და ბოლოს იმდენად რომ ვითარდება ფიბროზი და მერე ციროზი. ამიტომ თუ გინდა რომ ერთი მთავარი რამ იცოდე და გააკეთო იმისთვის რომ შენი ღვიძლი დაიცვა, ყველაზე მთავარი ეს ერთი იქნებოდა რომ არ უნდა გქონდეს მუცელი, არ უნდა გქონდეს ღიპი. რადგან მუცლის ცხიმში და ეს ღიპს რაც ღიპის ფორმას აძლევს, ხო? ეს რა არის? შიგნით რაც ცხიმებია ისინი აძლევს. ანუ ის კანქვეშა ცხიმი კი არა არის ესე აღებად შეგიძლია ეს კანქვეშა ცხიმია, რასაც ესე ორი თითით ავიღებ. მუცლის შიგნით რაც ცხიმებიცა ეგ აძლევს პროტრუდირებულ ფორმას, მუცლთან გამობერილიოა მუცელი, შიგნით ცხიმებია ჩალაგებული ორგანოები, ეს გაცხიმონებულია, გარშემო ცხიმები აქვს, ბადექონებიცაა იქ და ასე. აი ეს ცხიმები უნდა გქონდეს მინიმალური, ან არ უნდა გქონდეს თუ გინდა რომ ღვიძლი დაიცვა. რატომ? იმიტომ რომ ეს ცხიმები მუდმივად უშვებენ ცხიმის მოლეკულებს, უშვებენ ანთებით მოლეკულებს და ეს ყველაფერი შედის ღვიძლში. ანუ მუცლიდან რაც მოდის, მოკლედ ყველაფერი შედის პირველ რიგში ღვიძლში. და ღვიძლს ეს ხმის თავს ეს ცხიმები, ღვიძლი ცდილობს რომ ეს ცხიმები გაანაწილოს, მაგრამ უმეტესად ანაწილებს თავის თავში და ღვიძლი ცხიმონდება, ღვიძლი ცურავს ცხიმში, უჯრედები ზიანდება, ანთებითი მოლეკულები კიდე მუდმივი განგაში სიგნალია რომ რაღაცა მიშველეთ და ღვიძლმა არ იცის რა უშველოს ამდენ ცხიმს როგორ გაუმკლავდეს და რაც იცის იმას აკეთებს, აი კაცმა რომ მარტო ღობის კეთება იცოდეს დაახლოებით ეგეთი რამეა და ამ შემთხვევაში უკვე როცა ეს ასეთი ბევრი ცხიმებია, ასეთი ძლიერი ანთება, მოკლედ ღვიძლი შოკში ვარდება და
იწყებს თავის ექსტრემალურ მოქმედებას, რაც იცის იმის კეთებას, ღობის და ზუსტად ესეა, ფიბროზი ეგ არის, რომ იმის ნაცვლად რომ ღვიძლმა გადაამუშავოს ეს ამდენი ცხიმები, ანთება შეამციროს, ამის ნაცვლად აქვს რეაქცია როგორც უკიდურეს დაზიანებაზე. იწყებს ღვიძლში ღობეების შენებას და ეს ღობეები არის ფიბროზი. ეს ფიბროზი არის, არაფერს არ აკეთებს, ქსოვილია, მაგრამ არაფერს სტრუქტურა არის, როგორც ღობე, არ გაგიშვებს, არ გამოგიშვებს, მაგრამ არც არაფერს არ აკეთებს და პირიქით ეს ფიბროზული ქსოვილი აწვება მერე ნორმალურ ქსოვილსაც, იმასაც აზიანებს. შესაბამისად, ღვიძლის ექსტრემალური მოქმედებაა ეს ფიბროზი, მაშინ როცა სხვა გზა არ რჩება და მე ფიბროზი რო ძლიერდება, მერე გადის ციროში. ციროზი არის უკვე ის ფიბროზის ის ფორმა, როცა უკან შექცევადი აღარ არის და მისი მკურნალობა არის ძნელი, შენელება შესაძლებელი. ამიტომ თავარი უნდა დაიმახსოვროს, რომ მუცელი უნდა კონდეს პატარა. და აქ მახსენდება ეს ყაველაშვილმა რო თქვა, ხალხი გასუქდაო, ეგ ამბავი მახსენდება. ანუ სიმართლე ყოველთვის ეთიკური არ არის და რაც ეთიკურია, ყოველთვის სიმართლე არ არის. ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ ისაუბროს, რაც ეთიკურია და თან სიმართლეა. ხო, როცა პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ დავსუქდით ეს ქართველებიო და ეს პრობლემაო, შეიძლება სიმართლეა და ჩემი აზრით სიმართლეა, მაგრამ მისგან არა ადეკვატურობა იყო, თუმცა მუცელი და ცხიმები ნამდვილად არის პრობლემა და ამას გაცნობიერება ჭირდება, იმიტომ რომ არა მარტო ღვიძლზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც მოქმედებს. ამიტომ თუ გინდა რომ ღვიძლი დაიცვა, ნომერ პირველი რაც უნდა გააკეთო, მუცლის გარშემოწერილობა, თუ კაცი ხარ, უნდა გქონდეს 94 და ნაკლები, თუ ქალი ხარ, უნდა გქონდეს 80 და ნაკლები. სანტიმეტრებზე საუბარი რა თქმა უნდა. დილით ინსულინი უნდა გქონდეს 10 მიკროერთეულზე ნაკლები, თუ გინდა რომ ღვიძლი დაიცვა, ტრიგლიცერიდები უნდა გქონდეს 100 მილიგრამ დეცilitrზე ნაკლები, თუ გინდა რომ ღვიძლი დაიცვა. ტრიგლიცერიდებს 150 უწერია ხოლმე ის ნორმის ზედაზღვარად, მაგრამ თუ იდეალური ვარიანტი გინდა 100 ქვემოთ უნდა იყოს. ახლა მეორე, რისი გაკეთებაც შეგიძლია შენი ღვიძლისთვის, იმისთვის რომ ღვიძლმა დიდხანს და ჯანმრთელად იცოცხლოს თავისი ცხოვრებით, ეს არის ყავის დალევა. ყავის დალევა დღეში 2-3 ჭიქა, არაშაქრიანი რა თქმა უნდა, გაფილტრული საუკეთესო ვარიანტია. გაუფილტრავი მოხარშულიც შესაძლებელია, მაგრამ აპარატის გაფილტრული ყავა ჯობია რა თქმა უნდა. რატო? იმიტომ რომ ქოლესტერიზე არ მოქმედებს და გაუფილტრავი მოხარშული ქოლესტერიზე მოქმედებს, თუმცა ღვიძლს ორივე იცავს. ამით ეს სარგებელი ორივენაირ ყავას აქვს. ორივენაირ კი არა, ყველანაირ ყავას აქვს ეს სარგებელი. მათ შორის უკოფეინო ყავასაც, მაგრამ უკოფეინო ყავაზე უკეთესი კოფეინიანი ყავა ღვიძლის დაცვის კუთხითაც. ახლა რას აკეთებს ყავა? ყავა ამცირებს ანთებას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს ორგანიზმზე და ამცირებს იმ უჯრედების აქტივაციას, რომელიც ფიბროს განაპირობებს. რომელიც იმ ღობეებს ქმნის რა, რო აღარ იცის ღვიძლმა რა გააკეთოს და ღობეებს რო აშენებს და ახლოს მაგას ამცირებს, ამითია მნიშვნელოვანი და ყავა არის უნივერსალური ამ მხრივ, რომ ყავა თითქმის ყველა სხვა დანამატი რაც არის, მათზე უფრო ხელმისაწვდომია, მათზე უფრო უსაფრთხოა, ამ დოზაში, მათზე უფრო იაფია და მათზე უფრო ეფექტურია. ამიტომ მეორე ადგილზე გავიყვანე. მესამე, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის ალკოჰოლზე უნდა თქვა უარი. ალკოჰოლზე მაქსიმალურად უარი. მინიმუმამდე უნდა დაიყვანო და 0-ად კარგია, იმიტომ რომ არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა. ვერ იტყვი, რომ ეს დავლიე და ღვიძლისთვის ეს ტოქსინი არ იყო. ტოქსინია და ღვიძლი დააზიანა. ერთმა ჭიქამაც კი. ხო, იდეალურ შემთხვევაში ისევ აღდგება ღვიძლი, მაგრამ იდეალური შემთხვევები არ გვაქვს, ამიტომ კუმულაციური ეფექტი არის.
ერთხელ დააზიანე, ორჯერ დააზიანე, 10ჯერ დააზიანე, ეს დააზიანება გროვდება. ღვიძლში ალკოჰოლი გადაიქმნება აცეტალდეჰიდად, რომელიც არის ტოქსინი, ძლიერი ტოქსინი და პირდაპირ აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, აზიანებს ღვიძლის ცილებს, ღვიძლის ინფორმაციას, დნმ-ს და პირდაპირ ასტიმულირებს ფიბროზს. ანუ ღვიძლში არაჯანსაღი ქსოვილის წარმოქმნას ასტიმულირებს პირდაპირ ალკოჰოლი, ამიტომა მნიშვნელოვანი და როცა განსაკუთრებით ქრონიკულად იღებ განმეორებადად ალკოჰოლს მოქმედებს როგორც ძლიერი და პირდაპირი ტოქსინი ღვიძლისთვის და განსხვავდება ალკოჰოლი სხვა ტოქსინებისგან. რატომ? იმიტომ რომ ტოქსიური რაც არის და ტოქსინი რაც არის და მომწამლავი რაც არის, ადამიანები შეგნებულად იმას არ იღებენ, არც ყოველდღე არ იღებენ, არც სოციალურად ნორმალიზებული არაა, როგორც ალკოჰოლი, რომ ანუ წამო დავლიოთ, არ არის ეს ტოქსინებზე არ ხდება როგორც წესი ესე. შესაბამისად, ანუ ადამიანს ძალიან დიდი საფრთხე აქვს ალკოჰოლისგან, რომელზეც ადამიანები საკმარისად არ საუბრობენ. ალკოჰოლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მართლა ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთვის და საზოგადოებას აქვს ნორმალიზებული ეს, რომ ვითომ ხო, რა მერე დალიოს მერე რა და თუ სხვა რამეებზე საუბრობთ ძალიან ბევრს, ამაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ალკოჰოლით კვდება ადამიანების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ყოველ შემთხვევაში სულ მცირე სიკვდილიანობის 10%-ში ალკოჰოლს. პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ასე რომ ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთვის. ალკოჰოლს განსაკუთრებით უნდა უფრთხილდე, როცა სხვა პრეპარატებს იღებ, განსაკუთრებით პარაცეტამოლს, რატომ? იმიტომ რომ პარაცეტამოლი მაღალ დოზებში ღვიძლისთვის ტოქსიურია და ალკოჰოლის ტოქსიურობა დამატებული და აზიანებს ღვიძლს. თუ სტატინებს იღებ, ანტიბიოტიკებს იღებ, სოკოსაწინააღმდეგო პრეპარატებს იღებ, ეს ყველაფერი ერთად ღვიძლში გადამუშავდება, ღვიძლისთვის დატვირთვა, ღვიძლისთვის სტრესია და კიდე დამატებით დატვირთვა არის ალკოჰოლი, ამიტომ არ არის რეკომენდებული. და დამამშვიდებელებს და ბენზოდიაზეპინებს თუ იღებ, ან ანტიდეპრესანტებს ზოგიერთს, ალკოჰოლს არა მარტო ღვიძლისთვის აქვს პრობლემა, არამედ ღვიძლთან ერთად თვითონ ალკოჰოლსაც აქვს სედაციური ფუნქცია, ანუ დეპრესანტია, დეპრესიას იწვევს, ტვინის დეპრესიას და სედატივების დეპრესიას და მათი მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, ტოქსიურობაც ღვიძლად შეიძლება გაძლიერდეს, ამიტომ რომ განსაკუთრებით ეს ფსიქიატრიაში გამოყენება წამლებს, დამამშვიდებელები ბენზოდიაზეპინებთან ერთად ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული. ალკოჰოლი უნდა აკრძალოს ადამიანმა ასევე, თუ აქვს ჰეპატიტი B ან ჰეპატიტი C. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ვირუსები აზიანებენ ღვიძლს პირდაპირ და ალკოჰოლი აჩქარებს კატასტროფულად ამ პროცესს, ამიტომ რომ C ჰეპატიტი თუ აქვს ადამიანს, რომ ამბობენ, რომ არ უნდა დალიო და მაინც რო სვამენ და რაღაც, ეს არასერიოზული პრობლემები, რომელიც გაუაზრებლობით ან გაუცნობიერებლობით მოდით ადამიანებს, უჯდებათ სიცოცხლის ფასად, სამწუხაროდ. თუ ვირუსული ჰეპატიტი აქვს ადამიანს, 0 ჭიქა უნდა დალიოს ალკოჰოლი. ნიშნავანია, იმიტომ რომ ღვიძლის დაზიანებას კი აჩქარებს ისე, რომ 20% ან 40% შეიძლება აჩქაროს 5-ჯერ, 10-ჯერ ღვიძლის დაზიანება. ამიტომ ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები ტოქსინი ღვიძლისთვის, ნაკლები ფიბროზი და უფრო ჯანსაღი ღვიძლი გაქვს. მეოთხე რისი გაკეთებაც შეგიძლია არის მიიღო ვიტამინი E. ვიტამინი E თერაპიული დოზა, ანუ იმისთვის რომ ღვიძლს გამოკვეთილი სარგებელი ქონდეს, არის 800 საერთაშორისო ერთეული დღეში. ვიტამინი E არის ცხიმში ხსნადი ძლიერი ანტიოქსიდანტი და როცა ადამიანს აქვს ღვიძლის გაცხიმოვნება, ეს მემბრანები, ღვიძლის უჯრედების მემბრანები ზიანდება ცხიმის მიერ ოქსიდაციური სტრესით. ანუ ცხიმი მოკლედ უჭობს დანებს ამ მემბრანებს და აზიანებს რა და ეს დანები რო წაართვა, ეგ არის ანტიოქსიდანტობა. და ვიტამინ E შეუძლია ამის გაკეთება, დაიცავს მემბრანებს და ასევე ღვიძლის უჯრედების აქტივაციას
ამ მცირებს, რომლებიც ფიბროს იწვევენ. ამითაც მნიშვნელოვანია ვიტამინი E. ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ამიტომ ვიტამინი E საკვებ დანამატებში ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ღვიძლის ფუნქციის შესანარჩუნებლად და ღვიძლის დამცველობისთვის. და ღვიძლის დამცავს რო ამბობენ, ერთ-ერთი მთავარი დამცავი და ღვიძლის დაცვა ზუსტად ეგ არის, რომ მისი მემბრანები დაიცვა, ანტიოქსიდანტი მისცენ, რომელიც ოქსიდაციური სტრესიდან დაიცვას და ანთება შეამციროს. ყველაფერს აკეთებს ვიტამინი E. ახლა პრობლემა აქ ცოტა არის მის დოზირებაში. ვიტამინი E უნდა მიიღოს ადამიანს 6-დან 12 თვემდე 800 საერთაშორისო ერთეული იმისთვის, რომ ეს ეფექტი ქონდეს, მაგრამ მეორე მხარე ის არის აქ, რომ შეიძლება დააზიანოს პროსტატაში დააპროვოციროს სიმსივნე. ან ჰემორაგიული ინსულტის რისკი გაზარდოს ვიტამინმა E მაღალ დოზებში და ხანგრძლივად. და ეს პრობლემები რო არ შეიქმნას მისი დოზის დაწევა, საჭირო დოზა რო დაუწიო, ისეთი ეფექტი არ აქვს. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური დოზა, რომ ეს საფრთხეები არ ქონდეს და თან ღვიძლისთვის სარგებელი მოიტანო, არის დაახლოებით 200-დან 400 საერთაშორისო ერთეულამდე. ძირითადად ვიტამინების კომპლექსში ნაკლებია ხოლმე კიდე 100 საერთაშორისო ერთეული და 100-იანი ვიტამინი E დაბალია. 200-დან 400-მდე არის აი ეს ოქროშუალედი, სადაც ღვიძლსაც სარგებელი აქვს და თან საშიში არ არის და 800 თუ მიიღებს ადამიანი, უკვე ის ბევრია. 800, თუმცა თერაპიული დოზა 800 ღვიძლის გაცხიმონების დროს ინიშნება განსაკუთრებით ეფექტური. და მეხუთე ყველაზე მთავარი რისი გაკეთებაც შეიძლება ღვიძლისთვის არის ბაყაყურა, იგივე სილიმარინი, საკვები დანამატია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მოკლედ და რატო? კვლევებით არის დადასტურებული, რომ ღვიძლის ანთებით მარკერებს ALT, AST გაგიგიათ ეს სისხლში ზომავენ ხოლმე ღვიძლის ფუნქციებს და მათ ამცირებს, ანუ ღვიძლში ანთებას ამცირებს, ღვიძლზე სტრესს ამცირებს. თუმცა თუ ძლიერი ფიბროზი აქვს ან სტეატოჰეპატიტი აქვს ადამიანს, ან ღვიძლის ძლიერი გაცხიმონება, მაგას ვერ შველის, მაგრამ თუ კი მსუბუქი მდგომარეობა აქვს, ღვიძლის მნიშვნელოვანი დამცავია, ასტაბილურებს ღვიძლის უჯრედების მემბრანას, ჰეპატოციტების მემბრანებს, ანუ ამ ღვიძლის უჯრედებისას ქმნის უფრო მყარს და ვერ აზიანებს არ ზიანდება ადვილად და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ანუ იმ ანთებას, რომელიც სრულ განგაში სიგნალები, რომელიც ვითარდება და მე ამ ანთების გამოზიანდება ღვიძლი, აი მასაც ამცირებს. განსაკუთრებით სილიმარინი მისი მთავარი კომპლექსია, რაც ბაყაყურაში შედის. მნიშვნელოვანია, როცა მცირედ არის მომატებული ანთების მარკერები და როგორც დამხმარე თერაპია სხვა რამეებთან ერთად, მაგალითად წონაში კლებასთან ერთად. შესაძლებელია ასევე იმ ადამიანებში, ვინც ვიტამინ S ვერ იყენებს, ან ეშინია, ან არ უნდა. ყველაზე idеალური დოზირება ბაყაყურასი არის 420 მილიგრამი დღის განმავლობაში ჯამურად, 140 ესე გაყოფილი 3ჯერ დღეში ეგ მიიჩნევა საუკეთესოდ. შეიძლება 200-დან 600 მილიგრამამდე ვარიაცია. ეფექტი რამდენად მალევე აქვს, დაახლოებით 4-დან 8 კვირაში ადამიანი გრძნობს ეფექტს. ზოგადად სილიმარინი მოკლედ უსაფრთხოა, არაფერი ეს არ იწვევს, რო თქვა რაღაც საშიშია. ერთ-ერთი ის არის ციტოქრომის ფერმენტულ სისტემაზე მოქმედებს ღვიძლში და სხვა პრეპარატებთან, რომელსაც ვიწრო თერაპიული ინდექსი აქვს, მათთან ფრთხილად უნდა გამოიყენო, მაგალითად ვარფარინი ან ზოგიერთ დამამშვიდებლებელთან ერთად. და აქვე ვიტყოდი მნიშვნელოვანს N-აცეტილცისტეინს, რომელიც მნიშვნელოვანია იმით, რომ გლუტათიონის პრეკურსორია და ღვიძლისთვის ერთ-ერთი ძლიერი დეტოქსიფიკატორია, მოკლედ. ღვიძლს ერთი რომ იცავს და მეორე რომ ოქსიდაციურ სტრესს უმცირებს, რადგან გლუტათიონს წარმოქმნის და გლუტათიონი არის მოკლედ ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტური სისტემა ჩვენ ორგანიზმში, გლუტათიონის სისტემა არის ძალიან ძლიერი. ამიტომ N-აცეტილცისტეინი ამას აკეთებს და შემდეგ ოქსიდაციურ სტრესს ებრძვის ორგანიზმი. ეგ არის აზრი. და ამიტომ ახალმე რომ მაგალითად აი პარაცეტამოლის მოწამვლის დროს პირველი რაც აკეთებენ არის N-აცეტილცისტეინი
მაღალი დოზებით, რათა დაიცვა ღვიძლი. ანუ ღვიძლის დამცავი ფუნქციაც აქვს აცეტილცისტინის, მაშინ სხვა ბევრ დადებით თვისებას ერთად იმის რომ მთელ ორგანიზმში ანტიოქსიდანტია, ანთებას ამცირებს და თან ბრონქების პრობლემა ვისაც აქვს, განსაკუთრებით ქრონიკული ბრონქიტი მათთვისაც კარგია. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, აი ასე შეგიძლიათ დაიცვათ ღვიძლი, ისე რომ პრაქტიკულად, ნუ ახლა თუ ჰეპატიტი არ დაემართა ადამიანს და რაღაც სხვა დამატებითი რამეები, ღვიძლს მოკლედ აი ამ 5 ფაქტორს თუ გაითვალისწინებთ, არაფერი არ მოვა ნამდვილად, იმიტომ რომ ღვიძლი ისედაც გამძლეა და ამ 5 რამეს რჩევას თუ მიყვება ადამიანი, ღვიძლი ჯანსაღად იქნება მთელი ცხოვრება. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, ანგარიშის ნომრები მაქვს აღწერაში, ვიდეოს აღწერაში. თუ ისე გინდათ რომ არხს მხარი დაუჭიროთ, შეგიძლიათ დალაიქოთ, დააკომენტაროთ, გააშიაროთ, ან გამოწეროთ არხი. ნებისმიერი თქვენი აქტივობა არხის განვითარებას ეხმარება. არხის განვითარება იმ ხრივაა მნიშვნელოვანი, რომ თუ მოგწონთ ის ვიდეოები, რასაც ვაკეთებ და ის საქმე, რასაც ვაკეთებ, ხელი უნდა შემიწყოთ ცოტათი თქვენც, რომ მქონდეს ამისი შესაძლებლობა, რესურსიც და სურვილიც. იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს ამ ყველაფრის კეთება. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.